ჩემი პირველი ქრესტომათია ასე ქვია ციკლს, რომლის პრეზენტაცია საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. საბავშვო ციკლში 7 უხუცესი კლასიკოსის ამ დრომდე უცნობი თხზულებები შევიდა. წიგნი 2-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. გამომცემლობა ელფის დირექტორის თქმით, წიგნი მკითხველს მხატვრული გამოვნების ჩამოყალიბებასა და ლექსიკის გამდიდრებაში დაეხმარება. დღესვე მწერალ გვანცა ჯობავას პირველი წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც ემიგრანტ ბავშვებს მიუძღვნა. ჩვენ დავიწყეთ ძიება წარსულში, დარწმუნებული ვიყავით, რომ არაპოპულარული თქვათ ასე წარსულში მწერლები შედევრები სადღაც რაღაცას მივაკლებდით. 2 წლის ძიება სამაოდ არ ჩაუვლია. აი ამ შედევრების ძიებაში შედევრები აღმოჩნდა, ბოლოს დავიბენით, უკვე აღარ ვიცოდით რამდენი წიგნი გამოგვეცა. და ეს ადამიანები სხვათა შორის არ იყვნენ დაფასებულები. ვწუხლა რომ არც ახლა არიან სათანადო დაფასებულები, მაგრამ დამერწმუნეთ, აი ამაში, ჩემს პირველ ქრესტომატიაში მართლა შედევრები წერია. დიდი პატივია ჩემთვის, რომ კრებულში შეტანილია ჩემი მოთხრობები. საკმარისად შევტანიათ, მიხარიან რომ გამოადგა კრებულს და ვფიქრობ, რომ ალბათ პატარა მკითხველიც მადლობელი დარჩება, როდესაც ჩემს შემოქმედებას გაიცნობს. ჩემთვის დღემდე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს არის ჩემი პირველი საბავშვო წიგნის პრეზენტაცია. 5 ბავშვი, 5 თბილისი, ელფის გამომცემლობას ძალიან დიდი მადლობა, რომ ესე წაახალისეს ეს ახალგაზრდა ადამიანის ნაშრომი, ასე ვთქვათ. ეს წიგნი ეძღვნება ქართველ ემიგრანტ ბავშვებს, საერთოდ ბავშვებს, მაგრამ განსაკუთრებით ემიგრანტებს და ამ წიგნში ერთგვარად გამოტანილია ეს პრობლემა, ქართველი ემიგრანტი ბავშვების პრობლემა, რომელიც ძალიან მტკივნეულია დღეს საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებულად ეძღვნება მათ, რადგანაც რატომღაც მათ არც ისე კარგად იციან თავიანთი სამშობლოს ისტორია და ვცდილობ ამ წიგნით რომ რამენაირად ცოტათი მაინც გავაცნო. ამ დროისთვის